რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? ესეთი რთული პროფესია. არ ვაპირებდი ექიმობას მათ შორის, ჯერ ისტორიკოსობა მინდოდა რატომღაც, მე ეკონომისტობა, ექიმი ყავს ბიძაშვილი, მხოლოდ სხვა მეტი არავინ არ ყავს ოჯახში ექიმი სანათესაოში და ერთ საღამოს დავფიქრდი და რატომღაც მომინდა რომ მეც ექიმი გამხდარიყავ, თორე ეს მოხდა ბოლო წელს სკოლის ბოლო სემესტრი იწყებოდა ასე ვთქვათ. უკვე მათემატიკაში ვემზადებოდი, ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე და ბოლო წელს გადავწყვიტე რომ გამხდარიყავ ექიმი და სწრაფად მოხდა მე გადართვა ბიოლოგია ქიმიის მომზადებაში, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, მე მგონი ცუდად არ მოვიქეცი. და ეს მიმართულებაც თავშივე გადაწყვიტეთ? არა, მიმართულება თავიდან გინეკოლოგია მინდოდა. მაგრამ მეოთხე კურსზე, როდესაც ენდოკრინოლოგიის კურაციას გავდიოდით, ქალბატონი ელენე გიორგაძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი როგორც ენდოკრინოლოგის ჩამოყალიბებაში, შემოგთავაზა ხომ არ დავრჩებოდით კათედრაზე ენდოკრინოლოგიის და მას შემდგომ უკვე შემორჩით კათედრაზე მე და რამდენიმე. თქვენ როგორი პაციენტი ხართ? ზოგადად ექიმები ძალიან ცუდი პაციენტები ვართ, იქიდან გამომდინარე რომ რაღაცების გაფორმება გვიყვარს, ხოლმე როდესაც ექიმი რაღაც დანიშნულებას გვაძლევს, მე ჩვენებურად გადავაკეთებთ, გადმოვაკეთებთ ხოლმე. მე მგონი ცუდი პაციენტი ვარ. მაგრამ დიდად ექიმებთან შეხება არც მქონია, თუ სიმართლე გინდათ, ერთ-ორჯერ მქონდა რაღაც ფილტვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩავეტიე იმ ჩარჩოში, პაციენტის ჩარჩოში, ასე ვთქვათ. ენდოკრინული კუთხით საკუთარ თავს ამოწმებთ ხოლმე? პერიოდულად კი, რაღაცებსაც უნიშნავ კიდევაც. საინტერესოა.